მარგალ კორექტა თე ვიდეოა შეტოა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო მოკლედ ვინც მეგრელები ხართ ეს ვიდეო არ გამოტოვოთ რა და ზოგადად ყველა მუყურეთ იმიტომ რომ მივადექით ერთ-ერთ სამეგრელოს სიამაყეს გებჟალიას და ღომს ღომი უკვე ჩადგმული გვაქვს აქ ნახეთ როგორ თუხთუხებს გებჟალია ღომის გარეშე არ გამოვიდო და არანაირად მოკლედ დღეისათვის ჩვენ დაგვჭირდება სულგუნი რძე რომ გაზდის ისეთი ან შეგიძლიათ გამოიყენოთ იმერული ჭინტი ყველი. ამ შემთხვევაში ჩვენ სულგუნი გვაქვს, დაგვჭირდება ესე იგი კინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ხო, რა თქმა უნდა, კომპანია ხომლის მარილი, რომელიც არის წითელ წიწაკასთან ერთად იდეალურად არის შეზავებული, ამას გამოიყენებთ და აგრეთვე პიტნა, რა თქმა უნდა, სურნელოვანი პიტნა, არის ორნაირი პიტნა, ერთი ჩვეულებრივი, ერთი ხავერდ ბარხატის პიტნას ეძახიან, ისიც კარგი, ესეც კარგი. ნადუღით აკეთებენ რძით, აკეთებენ თვითონ აი რაშიც გავალღობთ და გადავზელთ სულგუნს იმ წყლით. მოკლედ ჩვენ აქ მიქსს გავაკეთებთ, აგრეთვე მაწონსაც გამოვიყენებ. წავედით, ეხლა დავიწყოთ ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში რაც გვაქვს, გასაკეთებელი ეს არის რომ სულგუნი უნდა დავჭრათ თხელ ნაჭრებად. აბა ჯერ ნახოთ როგორი სულგუნია. ხო, კარგი სულგუნი ჩანს. თხელ ნაჭრებად უნდა დავჭრათ. თხელ ნაჭრებად რომ კარგად გადაიზილოს. აბა გავსინჯოთ ერთი როგორი სულგუნია, აი ძეგაზდეს. აი სულგუნია. რძე როგორ გასდის. ბებია მყავდა, შუშანია და მეორე დიდი ბებია ნაჭყებია მყავდა. არ გეგონოთ თქვენ ისე აქ კახურ კერძებს რო ვაკეთებ, რომ სამეგრელოსთან და იმერეთთან არ მაქვს შეხება. ხო და ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ესე გებჟალიას, აბა. ესე დავჭრათ ხელ ნაჭრებად. ნახეთ რამდენი ყველი არის გამზადებული. მანამდე მწვანილებს მოვამზადებ. რა ხომია? აი მუხეშ ღეროებს ვაცლი და მხოლოდ ქორფა რჩება მხოლოდ ქორფა. აი ესე გავაცლით უხეშ ღეროებს, დავტოვოთ ქორფა ფოთლები, რამოდენიმე სიტყვა კი ვიცი მეგრული, მაგრამ რომ მკითხოთ ეხლა, რომ ისე დეტალებში და მესმის და ესე არა, მაგრამ როგორც მოგიყევით ისტორია, ბებია ჩემა იცოდა მაგრად მეგრული და სისატურაც მაგან მასწავლა, არც დიდად სიმღერით არ გამოვირჩევი, ეს არ არის ჩემი ძლიერი მხარე. შესაბამისად, ბევრჯერ მომიწია ღიღინი ვიდეოში და რაც არის ჩემი ძლიერი მხარე, ისევ იმაზე გადავდივარ ხოლმე და ჩემ თავს ვეუბნები რომ ირაკლი, გააკეთე ის, რაც იცი. შეეშვი ამ სიმღერას, აი რა გინდა ეხა უნდა დაგცინონ რომ ვერ მღერი, სმენა არა გაქვს, არა სმენა მაქვს, მაგრამ უბრალოდ ხმა არა მაქვს, ხმა არ მიწყობს ხელს. ცოტა სხვანაირი ხმა უნდა. მაგრამ სისატურას კი ჩემი ხმა კაკრას უხდება. სესა! ეგეთი ხმა უხდება. მოკლედ ჩქიმ მარგალებო, ესეთი დღე გვაქვს დღეს. ესე იგი დავჭრათ ახლა ჩვენ კინძი. პიტნა უკვე გამოვარჩიეთ, უკვე რბილი მასა დავტოვეთ, ხოლოდ ახლა პიტნა დავჭრათ რბილად. და ეს მასა გადაურიოთ ერთმანეთში, პიტნა, კინძი, წიწაკა, ნიორი. სურნელებია, ღმერთო ჩემო, რა სურნელებია? დედო, რა სურნელებია, დედო? აბა წავიდა. ესე იგი პიტნაც გიჟდები გებჟალიაზე და ღომზე. ერთად ამ ორ კომბინაციაზე გიჟდები და რაც ყველაზე მთავარია, კომპანია რაუტი, რომელიც არის ამ ვიდეოს სპონსორი. ეხლა უკვე YouTube-ზეც დავიწყეთ მუშაობა, YouTube-ზეც ვცდილობთ ხარისხის დახვეწას, ბევრ ვიდეოებს გადავიღებთ, კაი კონტენტ შემოგთავაზებთ, დაგვასაბსქრაიბეთ YouTube-ზე, დაგვაფოლოვეთ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, ბლა. მოკლედ კომპანია რაუტი აკეთებს შემდეგ რაღაცეებს. ფუშეტებს, ღონისძიებებს გეგმავს, ივენთებს, ყველაფერს დაწყებას შეეხება. გინდა რომ უზრუნველად ფეხზე გადაიდო, მოვიდეთ, გავაწყოთ, გაგიშალოთ, სუფრა, კარგად გაკაიფოთ, წავიდეთ. თქვენზეა ზედ გამოჭრილი ეს კომპანია, ესე იგი.
არ დაგავიწყდეთ, პირველი ჩვენი გვერდში დგომა იქნება, რომ YouTube-ზე დაგვასაბსქრაიბოთ, გამოგვიწეროთ, რომ ეხლა შემოვაბიჯეთ YouTube სამყაროში და პიტნა, ქინძი ესენი ერთმანეთში აურიეთ, ცხარე წიწაკა გვინდა, როგორც მეგრელებს შეეფერებათ, ესე წვრილად დაჭრილი წიწაკა სიცხარისთვის, რომ გემრიელი გებჟალია გამოვიდეს. ქვასანახში ჩანაყული უფრო გემრიელი გამოვა, ქვასანახში ჩანაყული. იქნება სასწაული. ეს ყველაფერი უკვე ერთმანეთში აურიოთ. აი ამ ჯამში და ეს მწვანილი გადმოგვაქვს ნადუხთან ერთად ურევთ და ყველაფერს ერთმანეთში გადავზილავთ. ეს უკვე ხელით სამუშაო ამბავია. ოხ, მეგრელებო, რა მაგარი რამე მოგიგონებიათ ეს რა. ცხონებული ბებია ჩემი რო აკეთებ და თელ სახში სუპიტნის სუნი იდგა ხოლმე, თელ სახლში პიტნის სუნი იდგა ხოლმე. თელ სახლში რა. და ესე ნადუხში გადაურევდა ხოლმე, ეხა ვიცით რომ ყველას თქვენი ვერსიები გაქვთ. ცალკე მწვანილებს წაუსვევთ ხოლმე, მერე გადაზილავთ, მერე ასე შემდეგ, მაგრამ ჩემეულ ვერსიას გასინჯეთ და ნახავთ როგორი იქნება ჩემეული ვერსია. ყველას თავისი ვარიანტი აქვს, ნახეთ, ნადუღი პიტნით გამოვიდა რა. დავსვათ მარილზე, უქნათ ხომლის შეზავებული მარილი და წიწაკა ერთად და ეს თავის კიდე არომატებს შეძენს. ოჰოჰოჰოჰო. დედა, გებჟალია, რა მაგარი გებჟალია იქნება. ნახეთ. ერთიანად ჩაუშვათ. ჩქიმ მარგალებო, როგორი ქაფქაფა, ჩქიმ მარგალებო, შეხედეთ. ეხა დავახუროთ ცოტა ხანი. მანამდე კარგად გავშალოთ ეს. ნახეთ. აბა, გავსინჯოთ. დედო, რა გემრიელია ბიჭო, ცოტა მარილი უნდა ჩემთვის. ოჰოჰოჰოჰო. ცოტა მარილი და მე соуსაც ხოვზავ ცოტა მარილს და ყველაფერი კარგად გაუჯდება. თავარი ახლა თავარი პროცესები მიმდინარეობს ქვაფში. სითხე რაშიც უნდა გადავზილოთ. სოფლის მაწონი. ვუკეთოთ ხომლის პილპილების ნაზავი. იქნება სასწაული. და ამ ყველაფერში აურიოთ ცოტა მარილი დაგჭირდება ამისთვის. ნავიღეთ თვითონ რაშიც უნდა გადავზილოთ სულგუნი. თვითონ ის წვენი ავიღეთ, დაუმატეთ მაწონი. შეგიძლიათ თქვენ რაც გინდათ ის დაუმატოთ, ზოგი მხოლოდ ამ წვენით აკეთებს ხოლმე, ზოგი არაჟინით აკეთებს. ვინ როგორ აკეთებს სამეგრელოში გააჩნია, ვის როგორ გაუხარდება. მე ამ შემთხვევაში მაწვნით გავაკეთე, სოფლის მაწვნით. თან სითხე უქენი, უკვე გადავიდეთ დღის მთავარ მომენტზე. რა გებჟალია ბიჭო, ხო. ნახე რა გებჟალია გამოდის, ეხა უნდა გავაკეთოთ სასწაული. ხო. ბიჭო რა ცხელია, აი ცივიწყალი მაგისტრის გვაქვს, ცხელს ამოვიღებთ, მე უცბად ცივიწყალში გავგრილდებით. ხო, აი ეს რძე არის ყველაზე მაგარი, აი ეს რძე. აი გავვიდა. სანამ ცხელია მანამდე უნდა გავაკეთოთ, თორე მე არაფერიც აღარ გამოგვივა. ყველაზე მთავარი პროცესი რა არის, იცით? ჩემს ვიდეოებში მთელი კვირა ველოდები, რომ თქვენს წინაშე წარვსდგე. და ზუსტად ვიცი, რომ თქვენს მთელი კვირა ელოდებით მე როდის შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მაგარი, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ. ჩქიმ მარგალებო, ნახეთ რა გებჟალია, ბიჭო. არა, აი გემრიელესი კერძი, გემრიელესი. კარგად თანაბრად უნდა გადავანაწილოთ, რომ მე გადახვევის დროს იყოს იდეალური. თლიანად გადავანაწილოთ, ესე იგი ჩვენ შიგთავსი, კარგად ბლომად წაუსვათ და გადავახვიოთ, რომ სწრაფად იყოს ყველაფერი.
არის მარტივად სამუშაო. ჩემო მეგობრებო, ყველა ადგილას თანაბრად გადავანაწილოთ და უკვე შემდეგ გადავახვევთ. აი, როგორ თანაბრად გადავანაწილეთ. უკვე ვიწყებთ მეგობრებო გადახვევას. უკვე ვიწყებთ გადახვევას. თანაბრად უნდა გადავახვიოთ ყველა მხარეს. ხო. და ნაპირებს კიდეებს ჩამოვაჭრით. ხო, რა გებჟალია კეთდება. ხო, რა მხელა გამოგვივიდა, რა მხელა. ესეც გიგანტური გამოვიდა. აბა ეხა უკვე დავასერვიროთ. ხო, რა მხელა ნაჭრებია, ნახეთ რა. დავასერვიროთ. აი ესე. და გავუკეთოთ მომზადებული ჩვენი соуსი. და რა თქმა უნდა პიტნა. და ხომთან ერთად დავაგემოვნოთ. ღომიც უკვე მზად არის და ღომთან ერთად გავსინჯოთ. ღომთან ერთად იქნება სასწაული ეს ამბავი ღომის გარეშე არ გამოვა. ეს გადავდოთ მთლიანად აი აქ და აი ესე დავაგემოვნოთ თავის соуსთან ერთად. ხო, რა იქნება, აჩქი მარგალებო. აი ეს ვიდეო მართლა ბოლომდე სანახავი ვიდეოა რა. აი ნახეთ როგორი წელება. ეგ ჩაუწობ და